Ოთახნისინ გადაიყვანა ის სასწრაფო დახმარების მანქანა, თუმცა მიუხედავად არაერთი თხოვნისა ჩვენ არ მოგცეს იმის საშუალება, რომ მასთან ერთად წავსულიყავით, გარდა ამისა ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია თუ სად არის ამ ეტაპზე ნიკო, ხოლო რაც შეეხება დამატებით დეტალებს, როგორც კი გავიგებთ, როგორი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რასაკვირველია გაგაგებინებთ თქვენსა მაყურებელსაც ამ ეტაპზე ბოლო მონაცემებით შემიძლია თქვა ის, რომ კისრის არეში ჰქონდა ტკივილი, რადგან ძალიან დიდი რაოდენობით მიწოლა იყო დიდი რაოდენობით ადამიანი იყო იქ შეკრებილი, მოხვდით ჭყლეტვაში და აქედან გამომდინარე მას მოხვდა წიხლი, შემდგომ დაეცა და დაეცა კიდევ რამდენიმე ადამიანი, აქედან გამომდინარე ძალიან დიდი სიმძიმიდან გამომდინარე მან იგრძნო ტკივილი კისრის არეში. ახლა დაპირისპირებას ვხედავ აქ ან შელოპარაკებას, ამიტომ მოდი გადავალ და ვნახავ რა ხდება და გაჩვენებთ ნიკამელიას ვხედავ აქ და მოდი გავარკვიოთ რა ვითარება ადგილზე, სანამ ჩვენ საუბრობდით, მანამდე კვლავ დაიძაბა ვითარება ადგილზე. ბატონო ნიკა სავარაუდოდ ისევ არაძლევს საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს გადაადგილების ზისავალ ადგილზე გადაადგილების საშუალებას. რომ გითხრათ ბატონო ნიკა რა ხდება, რო გითხრათ, რატო არ გაძლევენ გადაადგილებას? ნიკამელიას კომენტარის მოსმენას შევეცდებით ახლა ისევ დაპირისპირება ხედავთ ახლა მოქალაქეებსა და ეგრეთ წოდებულ სამართალდამცველებს შორის. პოლიტიკოსები არიან წინა ხაზზე, ამიტომ რამდენადაც შესაძლებელი იქნება, მოდი მოვისმენთ. ნიკა, რო გითხრათ რა ხდება კიდევ ერთხელ? ხდება ის, რაც ხდება, ერთი წუთი ხდება, ხდება ის, რაც უნდა მოხდეს. სიმართლე უპირისპირდება სიყალბეს და თავისუფლებისთვის იბრძვის ქართული საზოგადოება რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ხდება და ეს მოხდება ყოველ დღე. იქ სადაც იდგა ერთი ადამიანი დადგება 100, სადაც 100 10,000 და სადაც 10,000 100,000. ეხლა რაოდენობა არის დღეს რეჟიმის წინააღმდეგ ერთადერთი უებარი გამოსავალი და ძალადობა დავასრულოთ. ეს მოხდება ერთჩვენიერ დღეს, ეს ყველაფერი მოხდება. იქ სადაც საჭიროა ძალიან მშვიდობიანად. ხედავთ კადრში, ხედავთ როგორ აწოვებიან მოქალაქეებს. აი, ასეთ სისასტიკეა ფაქტობრივად სხვა ეპითეტის გამოყენება შეუძლებელია, რადგან ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში დაშავდა რამდენიმე წუთის წინ ჩვენი ოპერატორი ნიკო კოკაია, ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში. უმოწყალოდ აწვევიან ადამიანებს, არ ითვალისწინებენ არანაირ შემჭიდროვებას, საერთოდ არაფერს. და არის ასეთი ვითარება ადგილზე. ჩვენ ვუსმენდით ნიკამელიას კომენტარს, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს არის ქართული ოცნების ხელწერა და შესაბამისად ახლა საერთოდ არანაირი ფაქტორი არ არის გათვალისწინებული პოლიტიკოსების მხრიდან. მოდი, რა გითხრათ, ნანა მალაშხი ადგილზე ისევ ჭყლეტვა. ნანა, გითხარით რა ხდება? მოკლედ, აზრი აღარ აქვს. ნანა მალაშხის კომენტარს ხედავთ პოლიცია ისევ აწვება მშვიდობიან მოქალაქეებს. რუსუდან მოკლედ ეს არის ბოლო ინფორმაცია, რაც შემიძლია გითხრათ. არ აძლევენ მოქალაქეებს მშვიდად გადაადგილების საშუალებას, დემოკრატიული პროტესტის საშუალებას და არის რთული ვითარება, რადგან ძალიან უხეშები არიან და ფიზიკურადაც უსწორდებიან მოქალაქეებს.